აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების დროს გმირულად დაღუპუთა ხსოვნას პატივი მიაგო. გიორგი ჯინჭარაძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა და აფხაზეთის ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებმა. აფხაზეთში შეიარაღებული დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პირველი შეტაკებები ოჩამჩირისა და გურიფშის რაიონებში მოხდა. სამხედრო დაპირისპირება 403 დღე გაგრძელდა, რასაც ორივე მხრიდან ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი ემსხვერპლა. მინდა პატივი მივაგო ჩვენს გმირებს, თავდადებულ მებრძოლებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი საქართველოს გამო და ჩვენი მომავლის გამო თავი გაწირეს, მიუძღვნეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე ჩვენს ქვეყანას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობის პრაგმატული, თანმიმდევრული, სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ერთიან საქართველოში ცხოვრებას აფხაზდებთან და ძმებთან ერთად. ეს ომი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა, შედეგი არის კატასტროფული და დღეს ამოცანა ჩვენი მდგომარეობს იმაში, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ომის შედეგები, რომელსაც ქვია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ეს უნდა დასრულდეს, ქვეყანა უნდა გამთლიანდეს. ის ტრაგედია, რომელიც დატრიალდა, დაიწყო 92 წელს 14 აგვისტოს, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა წელს ჩვენს ქვეყანას. ჩვენ წუხართ, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე ეს ქვეყანა იქნება ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი.